მე ამ ჩემი ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით მინდა ხმა მივაწდინო ყველა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რომ ქალაქ ბათუმში ფლობენ რესტორნებს, კაფე ბარებს და ასე სხვადასხვა დაწესებულებებს. და მინდა მივმართოთ თხოვნით, რომ ქალაქ ბათუმში მამია ვარშანიძის 71 ნომერში მდებარე დროებითი ღამის თავშესაფარში ცხოვრები ბენეფიციალების მიმართ გამოიჩინოს სათანადო ყურადღება თვეში ერთხელ მაინც, ისე როგორც დღესდღეობით ყურადღება გამოიჩინა ერთ-ერთმა რესტორნის მფლობელმა ბატონ ზაურ ფუტკარაძემ თავის ოჯახთან ერთად, შვილებთან ერთად გამოხატა თავისი გულისხმიერება და ქალაქ ბათუმში მდებარე დროებითი ღამის თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციალებს მოაწოდა სხვადასხვა სახის საკვები. მე შემიძლია ის საკვებით ჩამოვთვალო. სხვების გასაგონად, რომ მაგალითი აიღონ უშუალოდ ზაურ ფუტკარაძისგან, გამოიჩინონ გულისხმიერება ამ უსახკაროდ და უპატრონოდ დარჩენილი ადამიანების მიმართ. იქნებ კარგად გაიგოთ ეს ჩემი ნათქვამი, ვინც ამას მოისმენს და გადასცეთ იმ რესტორნების და კაფე ბარების დირექტორებს და მფლობელებს, რომლებსაც რომ ფულის შოვნის მეტი სხვა არაფერი არ აინტერესებთ და უმეტესობას ადამიანობა რომ აქვს დაკარგული. მე იმედს ვიქონიებ ამ ჩემ ვიდეო ჩანაწერს არაერთი ადამიანი მოისმენს და ხმას მიაწვდენს, ვისაც მისაწვდენია და კოჩა ფუტკარაძის მსგავსად, რომელსაც რომ არც ადამიანობა არ აკლია, არც კაცობა არ აკლია და ასევე მისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც დღეს 14 თებერვალს მოვიდა ოჯახთან ერთად, თავის ცოლ-შვილთან ერთად, ახლობელთან ერთად და შესაბამისი ყურადღება გამოიჩინა აქ ცხოვრებ ბენეფიციალების მიმართ. ხაჭაპურების მოუტანა, ბაკლავაც მოუტანა, ქაბაბიც მოუტანა, არც ლიმონათი და ნაბეღლავი არ დაუკლია ბენეფიციალებისთვის, რომლებმაც ძალიან დიდი მადლიერება გამოხატეს კოჩა ფუტკარაძის და მისი ოჯახის მიმართ. რაც აქ მცხოვრება ბენეფიციალებმა ვერ დალოცეს კოჩა ფუტკარაძე და მისი ოჯახის წევრები და მისი შთამომავლობა და რაც მე ვერ დავლოცე, ღვთისგან დალოცვილი ყოფილიყოს. ანუ ღვთისგან დალოცვილი ყოფილიყვნენ. მე უშუალოდ მან თვითონ მისი ოჯახის ყველა წევრები და მისი შთამომავლობა კაცობრიობის არსებობის ბოლომდე. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მოგმართოთ ყველა იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც რომ გაგაჩინიათ იმის საშუალება, რომ თვეში ერთხელ მაინც ოდნავ ყურადღება მაინც გამოიჩინოთ ქალაქ ბათუმში მდებარე მამია ვარშანიძის ქუჩაზე თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციალების მიმართ. სადაც რომ მაქსიმუმ 40 ადამიანი იმყოფება. დანარჩენი კი თავად თქვენი გადასაწყვეტია. გამოიჩენთ გულისხმიერებას ამ ადამიანების მიმართ თუ არა. მე თავად ბენეფიციალი გახლავართ. მე-9 წელია ამ თავშესაფარში ვცხოვრობ. ყოფილი მჟავდებული რევას შაინიძე, რომელმაც რომ 28 წელი ციხის კედლებში გავატარებ. აქედან კი 19 წელი უკანონო პატიმრობაში. მე ჩემი სათქმელი გითხარით. დანარჩენი კი თავად თქვენი გადაწყვიტეთ.
და თუ რაიმე არასწორად გამოვხატე, ანუ არასწორად მოგმართეთ, თხოვნით, დანარჩენი ღმერთი იყოს ჩვენი გამსჯელი. ასე რომ მეც ვიქონიებ, რომ თქვენს გამოიჩენთ იმ მადლიერებას, როგორ მადლიერებას დღეს 14 თებერვალს ბატონ გოჩა ფუტკარაძემ და მისი ოჯახის წევრებმა გამოიჩინეს ქალაქ ბათუმში ცხოვრები ბენეფიციარების მიმართ.